იმ დროს 19 წლის ვიყავი და ერთ ძველ სასტუმროში მუშაობდი. სასტუმრო საკმაოდ მოულელი იყო, ხოლო სტუმრების უმეტესობა ადგილობრივი ხალხი, რომლებიც იქ ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, რაც არ უნდა ეკეთებინათ. მოკლედ რომ ვთქვათ, პოლიცია კვირაში რამდენჯერ მოვიდიოდა. მუშაობდი ღამის საათებში ფრონტ ოფისში და ამ ხალხის მიღება მიწევდა. ასევე ჩემს საქმიანობაში შედიოდა დალაგება, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათი გულის ამრავის სუნით გაჟღენთილი ოთახები უნდა დამელაგებინა. ერთ საღამოს სასტუმროს მეორე შენობას ვალაგებდი, რომელიც ოფისიდან ყველაზე შორს, უკანა მხარეს მდებარეობდა. იქ მუშაობა ბძულდა, რადგან არა მხოლოდ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მყოფი ოთახები იყო, არამედ თითქმის ყოველთვის ცარიელი და ჩუმი იყო, რაც ძალიან არაკომფორტულად მაგრძნობინებდა თავს. ბოლო ოთახს ვალაგებდი, თან გვიანდებოდა და ამიტომ მეჩქარებოდა. სარკეს წვენდი, როცა მოულოდნელად ანარეკლში კაცი დავინახე, რომელიც მიყურებდა. დაახლოებით 40 წლამდე იქნებოდა, ბინძური, გრძელი და ცხიმიანი თვით. შეშინებულმა დავიყვირე, ღმერთო ჩემო. უთხარი რომ ძალიან შემაშინა, რადგან ოთახი, რომელსაც იმ მომენტში ვალაგებდი, ცარიელი იყო, ამიტომ არ მეგონა, რომ აქ დამხვდებოდა. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ცოტა ხნის წინ მომხმარებელთა კმაყოფილების შესახებ შეხვედრა გქონდა და უფროსი ძალიან გვაწვევოდა, რომ სტუმრების მიმართ უფრო ზრდილობიანები ყოფილიყავით და ყველანაირად დახმარებოდით. მას ვკითხე: რამე ხომ არ მოგიტანოთ, პირსახოცები? კაცი ირონიული ღიმილით მიღიმოდა და ხელი გამომიწოდა. თავიდან ვიფიქრე, რომ ჩაის ფულს მოძლევდა, მაგრამ როცა დავხედე, ხელში $100 ეჭირა. თავში მაშინვე განგაში ზარი ჩამერთო. ვინ ტოვებს $100 $40 ნომერში? კაცმა გაიღიმა და მითხრა, რომ ტერი ერქვა. თქვა, რომ მეზობელ ოთახში თავის ცოლთან, შერისთან ერთად ცხოვრობდა და ხუმრობით აღნიშნა, თუ როგორ ჰგავდა მათი სახელები ერთმანეთს. მისგან მანქანის ზეთის და ალკოჰოლის სუნი მოდიოდა. როცა ვკითხე, რატომ მაწვდიდა $100-ს, ყელში ჩახშობილი სიცილით მითხრა: მე და ჩემი ცოლი გიყურებდით და უბრალოდ შენთან გართობა გვინდოდა. ვიგრძენი როგორ ამომივარდა გული. არა, ამას ვერ გავაკეთებ, ბატონო. მინდოდა ოთახიდან ყვირილით გამოქცეულიყავი, მაგრამ ის კაცი კართან იდგა და გასასვლელს მიბლოკავდა. კაცმა ისევ გაიღიმა, ამჯერად უფრო რბილი ხმით და თავის ოთახში შესვლა შემომთავაზა, რომ ის ცოლს გავცნობოდი, სალაპარაკოთ, როგორც მეგობრები. ნერვიულად ისევ უარი უთხარი და აუხსენდი, რომ იმ დღისთვის ბევრი საქმე მქონდა გასაკეთებელი. ღმერთს ვევედრებოდი, რომ უბრალოდ წასულიყო. ბოლოს მართლაც წავიდა, რაღაც ჩაიბურტყუნა და იმ მიმართულებით წავიდა, სადაც სავარაუდოდ მისი ოთახი იყო. თავში 1000 აზრი მიტრიალებდა. არანაირი ცოლი არ ჰყავს, გავიფიქრე. ამ კაცმა შეიძლება მომიტაცოს. იმ დროს მხოლოდ დაახლოებით 50 კილოგრამს ვიწონდი და ძლიერიც არ ვიყავი, ამიტომ მარტივად შეეძლო ჩემზე ძალის გამოყენება. ოთახი შიგნიდან ჩავკეტე და მაშინვე ტელეფონისკენ წავედი, რომ სასტუმროს მიმღებში მყოფი მენეჯერისთვის დამერეკა, მაგრამ ტელეფონი არ მუშაობდა. ადრენალინმა ვენებში გამიარა და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ პანიკაში არ ჩავარდნილიყავი, სწორედ ამას ვუკეთებდი. ხაზი გადაჭრა? არა, ძველი სასტუმროს ბრალია. აქ ასეთი რაღაცები ხშირად ხდება. აქედან უნდა გავახციო. გამახსენდა, რომ ჩემი მობილური დამლაგებლის ურიკაზე დამრჩა, რომელიც ჩაკეტილი კარის წინ იყო. ანუ მის სასაღებად კარის გაღება მომიწევდა. ფრთხილად გავაღე კარი და გარეთ გავიხედე. არავინ ჩანდა, ამიტომ პანიკაში ჩავარდნილმა სწრაფად დავიწყე ურიკაში ტელეფონის ძებნა. ძალიან დიდ დროს კარგავდი, ამიტომ გადავწყვიტე, რაც შეიძლება სწრაფად გავქცეულიყავი და პირდაპირ ოფისისკენ, მიმღებში შევსულიყავი. და მაშინვე უკნიდან ისევ იმ კაცის ხმა გავიგონე. ოღონდ ამჯერად ვიღაცას ეუბნებოდა: გარბის, გაგვექცევა. მესმოდა თუ როგორ მოიწევდა ჩემსკენ მისი ფეხსაცმლის მძიმე ხმა. სწრაფად კუთხეში შევუხვიე, გასაღების ბარათი ავიღე, ერთ სათავსოში შევარდი და კარი ჩავკეტე. რამდენიმე წამში გავიგონე, როგორ დაარბოდნენ ის ბინძური კაცი და ვიღაც უცნობი გარეთ, ჩემს ძებნაში. იმ სათავსოში ნახევარი საათი კანკალით ვიჯექი, სანამ მათი ხმა საბოლოოდ არ შეწყდა. ბოლოს გამბედაობა მოვიკრიბე და დანარჩენი გზა მიმღებამდე სირბილით გავიარე. როგორც კი იქ მივედი, პირდაპირ უფროსის ხელებში ჩავიკეცე და მან პოლიცია გამოიძახა. კაცი და ის, ვინც მასთან ერთად იყო, პოლიციის მოსვლამდე გაიქცნენ. საშინლად შეშინებული ვიყავი. პოლიციის ინფორმაციით ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მას ქალის შევიწროება ამ მსგავსის ჩადენა უცდია. მას ადრე უკვე ეძებდნენ სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებებით.
რამდენიმე კვირის შემდეგ ჩემი დაბადების დღე იყო და ზუსტად იქ გავიგე, რომ თურმე ის კაცი დაუკავებიათ. ამის შემდეგ სამსახურიც დავტოვე. ცხოვრებაში აღარასდროს ვიმუშავებ სხვა სასტუმროში.